ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ სამი ქართველი დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი დვალიშვილის ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად დაკავებულები ქართულ მხარეს უვნებლად გადმოსცეს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს ქარელის რაიონის სოფოლკნოვლეთან რუსმა სამხედროებმა ეგრეთ წოდებული ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ამავე სოფელში მცხოვრები კობა ბროძელი, სოფოლკოში მცხოვრები გერონტი მიხელაშვილი და სერგო გოგუტიშვილი დააკავეს საქართველოს მოქალაქეები ცხინვალში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გორიდან გვერდება ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე. ხუთი დღის წინ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ოსმა ძალაუნებმა ქართულ მხარეს ბრძილის სოფელ ერგნეთთან გადასცეს. გერონტი მიხელაშვილი, კობა ბროძელი და სერგო გუგუტიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელკნოლებთან ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. სამი მათგანი საზღვრის სიახლოვეს ჩეშის დასამზადებლად იყო წასული. საქართველოს მოქალაქეები 24 დეკემბერს ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს და იქ 5 დღე დაჰყოს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მათი გათავისუფლება ანალიტიკურ დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელების ძალისხმევის შედეგად მოხერხდა. ცხინვალის ციხეში ამჟამად 5 ქართველი კიდევ რჩება, მათი უმრავლესობა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იხდის სასჯელს. ოსტური მხარე კი აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში მათი 23 მოქალაქე იმყოფება და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მიმდინარე წელს ცხინვალის ციხეში საქართველოს დაახლოებით 40 მოქალაქე მოხვდა, მათი უმრავლესობა ერთიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ცხინვალის ციხეში 2-3 და მეტი დრო დახვეს.